მოგესალმებით მეგობრებო, ახლა უკვე რუსთავის ავტოდრომიდან. ახლა მართლა კალიონგასთან ვარ. აღარ ვართ ლილოზე, როგორც იქნა. ჩამოვედით, დაუბრუნდით სახლში, რუსთავში. რუსთავის ბოქში უბრალოდ. და 10 მაისს, როგორც გითხარით წინა ვიდეოში, დაუვიწყარი შოუ გელოდებათ, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი იწყება, პირველი ეტაპი იქნება. ყველას გელოდებით, რა კიდევ ერთხელ გეუბნებით. აი რავი, დაუვიწყარი შოუები იქნება რა, ძალიან ბევრი ცეცხლი იქნება, ძალიან ბევრი ყვავილი იქნება. არ დაგავიწყდეთ კიდე ერთ ინფოს მოგცემთ, რომ მოტო დრაგია. მაგ დღეს 10 მაისს და ვისაც მოტოს მიმართ რაღაც სიყვარულები გაგაჩნიათ, შეგიძლიათ აი ესე უცებ უკან გადაბრძანდეთ და მოტო დრაგს უყუროთ. შესაბამისად, კაია რა, 2 ერთში ესპრესო. ხოდა აგერ ბატონი ხელმძღვანელი სული გული მრბოლელი ყველაფერი მხარზავი ორგანიზატორი დავრაგებელი რა ვიცი რეგლამენტების შემქმნელი რა ვიცი აი ეხა ხო წერან ხო თქვი 2 ერთში მეთქი და ეს კაცი ყველაფერში ერთი არის გუგა აჰა უთხარი ხალხს 2 დღეში იქნება 10 მაისი 2 დღეში იქნება 10 მაისი გელოდებით რუსთავის ავტოდრომზე გამოიწერეთ ყველა არხი და სოციალური ქსელები და უგულშემატკივრეთ დრიფტს და საყვარელ მრბოლელებს. ხო უპირდებით რომ აი დაუვიწყარი შოუ იქნება რა მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი იქნება რა მეც მგონია რომ ძალიან მაგარი გარბენები იქნება იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ბევრი ბრუნდება ვის არ დადიოდა ვიღაცები კინგზე ვარჯიშობდნენ და მაგარ ფორმაში არიან და საქართველოს ჩემპიონატზე არ იყვნენ თან ისეთი ტრასაა რომ ხელს უწყობს ყველა მანქანამ რომ ერთად იაროს და ახლოს იაროს რაც ყველაზე მთავარია დრიფტში და თან გამდინარე იქნება რომ ტოპ 24 იქნება ვიღაცა რომ წააგებს კიდე ექნება შანსი რომ კიდე იბრძოლოს უკეთ შეისწავლოს თავისი მოწინააღმდეგე და უფრო მაგარი ახლო და დაძაბული გარბენები გვაჩვენოს ასე რომ წარმატებები ყველას შენც და გელოდებით 10-ში ერთ-ერთი მონაწილე გუგას არის ვეცდები რომ მოვაბა თავი და გამოვიდე მადლობთ დროებით ეს კი ვინ დიზელი ვან დამი ყველაფერი ერთად ან 2200 ცხენის ძალა აქვს, ან 2400. ამას მოკლედ ლუკა მინდა რომ გუშინ დავაგდები. ლუკაც გამოდის რა ღარიბაში ეს აბა შენ არ გამოდი 10-ში არ გამო არიცოდი? 10-ში არის მაგარი მოდი მაგრობები იქნება აქ რავი ვიღაცები ბიჭები რაღაცებს აპირებენ ივენთია ჩემი ივენთია ხო მოკლედ ეს ლუკას მანქანა ჩემი მანქანა დაუბრენდეთ მართლა დაუბრენდეთ რა დავასტიკერეთ რა რაღაცა ის გახსოვთ ადრე მქონდა ნუ ვინც უყურებს ეხა ჩემი მარხს და რაღაც სტორებს და რაღაცებს გემახსოვრებათ ეს მაიმუნი რა ხო და გადავაკეთეთ ცოტა უკან პოშნები დავუმატეთ ტურბო დავუმატეთ და რაღაც ცოტა ავაჭრელეთ რა კიდე რაღაცები აკლია ეხა 10 მაისამდე კიდე დაემატება გასარეცხია რავი მე ძალიან მომწონს რა ძალიან ეფექტური მანქანაა ფერიც კაი აქვს და საბოლოო ჯამში ისეთია რა აი დრიფტს რო უხდება ეგეთია რა აქ თელი ამბებია ნახეთ კიდევ ვინ ბრუნდება ნახეთ ჯავახა თავის მონსტრული ხმით აი რაღაცა ჯოჯოხეთიდან იძახის იმენა ეს მანქანა აი არ ვიცი საოცარი ხმა აქვს ამ მანქანას აი რა საოცარი კოლექტორია გაწყობილი და ძალიან მაგარი ხმით დადის აქეთ წამოდით ევროფაითერს გაჩვენებთ ჭაიქ ძალიან სერიოზული სამზადისებია იქით ბოლოში შალიკა ემზადება აქ გივი ბიბილეიშვილი თავის 92 LS-ით აიქ ეხლა ეს რო გაივლის აღარ ჩანს მე არაფერი რა ამას არ უნდა ჩამორჩი რად არის გივი გამოდით გივისთან შევიდეთ გივი ჩვენ ვართ გივი ჩვენ ვართ ლუკა ჩვენი წამყვანი ეს ის კაცია იქიდან ლაივებში რო ჩაერთვება ხოლმე და მთელ ემოციებს რო დებს ხოლმე იმენა ბოლოს მაგარი დაღლილი ხარ ხოლმე ხო იმენა ეგრევე გეძინება აი ეგრევე არ მეძინება მაგრამ დაღლილი ვარ როზო ვერ უგძნობ იმიტომ რომ მაგრამე ვასება დრიფტი ძალიან ლუკა არის აი ერთი სული მაქვს ყვირა მოვიდეს იმიტომ რომ აქ აწმენდება ერთი ამბავი რა მარტო მიყავს თუ ვინმე იქნებს მე მარტო რა და იქ რაღაცი შავანთხე ყველა ენერგია და ლუკა ის კაცია რა ანუ ყველა ინფორმაცია იცის იქ ვინ ვის რაღაცებს ჭამს რაღაცა შიდა სამზარეულო ყველა ძილებს და რაღაცები ეგეც კი ყველაზე ყველა ინფორმაცია აქვს და ეს ლაივში ძალიან გეხმარება მოკლედ საბოლოოდ რა ანუ რავი ყველა
ყველა YouTube-ის ვიდეო მაგდა ნახე ყველასი. ყველაფერი ვიცი. ძალიან მაგარი შოუ ხო იქნება. ყველა ვარიანტი. მე მგონია რომ ყველა დროის კარგი გახსნა იქნება. ხო, ანუ ბევრი მონაწილეს არის როგორც ვიცი. და ყველა მონსტრი არის საერთოდ. ყველა ხოძე გადატენილია, რაღაც ახალი ერა იწყება. ქართულ დრიფტში. და აი, მაგრა გაუწორდება ყველა. აი, უნდა ნახო როგორ დადგილდა და. ბიჭო ბიჭო იქიდან ვიდეო წერ მოვდივარ და მანქანა დაიკოკა წავა მეთქი გივი ვნახოთ მოვედი და მანქანაში არავინ არა და მეთქი ამას ეხა უეჭველი ისი აქ დაყენებული დისტანციურად დაკოკა მე ბიჭო ხობორმაში ხარ იმენა მაგარ ეხა გიყურებ ვარჯიშობ აქა ვარ მე არ გამიწენია სულ ბაივოიზა ეს დიმა ყველა და რამდენი ხანი არ გივლია და იმენა წელიწადი და რაღაცა და მონატრებული რო ვარ და თან მანქანა ძალიან კაი აი მაგრად მოხდა აი ყველაფერ ჩვენი რა შეო და უმატებ პირას იქნება მაგარი შოუ აუ პიზდეც იქნება აი მათობრივად ყველას უნდა მოვწელო აი შევიდეთ ცოტა ეხა წავივარჯიშოთ აუ შენ ქალაქში რა ყაზბეგზე გავიარე ვაჟაზე პავლოვზე არა წეროვანში დავდგე ეს ხო წვანეა უიმი არ გაქვს სტიკერი უმიკო ეს ნაგავი დამაკ პირადად რა მართლა რაღაცის თქვა მინდოდა კიდე ხო ხიდის თემა კი არა და აი მოჭიდებასავით არა მაქვს მე მგონია რა და ეხა ვარეგულირებთ იმეებს რა ქვია წნევას რომ რა წნევით ვიაროთ რა რაღაც ცოტა წერარითაც ვიარე ის არ მომეწონა იმიტომ რომ რავი არ ქონდა რაღაც არ იყო ისეთი სწრაფი და აი ისეთი სწრაფები არიან გეგონება დრაგზე დადიან და ამათთან ჩამორჩენა მაგარი აპასნია მე კვამში გახსოვთ რომ ვიძახდი იქ აი მაშინ თქო კინგზე თქო კვამში დაუკარგავ თქო რა ეგ ცოტა პროკლასის ის არის რა ქვია აი ხიტრობა რაღაცნაირობა რა რომ აქ ბიჭო ყველა ბევრ კვამს უშავს აქ ვეღარ დავკარგავ ის და აქ ანუ აქ იმენა ერთმანეთის კვამში თუ დავიკარგებით და კიდე თესლი ვიდეოები ყველა დადებს მეჭ რატო ჩამოაღებინე ჩემი მანქანა ბილბორდებიდან ჩემი რა დაუსპიკერებია sponsored by myself ეს არის monkey bro გადავხატო პირველ შემიძლია ეხლა ლუკა მოვიდა 20-იანი მოიტანა ბიჭო ფასდაკლების ბარათი არ გაქვს შენ რამდენი ფასდაკლების ბარათი გაქვს 25 ეგ არის მაქსიმუმი რა დაუკეთე და წამოვა უნდა ჩაბერო და წამოვა მაგას სიმაღლე უნდა ძმა ბიჭო უკენი მეთქი გაიგე ქართული და ჯერ ეს ერთი დიდი და ამას ჰაერში აწევა უნდა სლენჩოსი სტოპი რა არის
პატარაზე შევეხე რა სპოილერი. მიდი, ახლოს მიდი და მივედი. მოკლედ, კაი ვარჯიში გამოგვივიდა დღეს. ცოტას დაგათვალიერებინეთ, ხალხიც შეგახვედრეთ, მრბოლელები. ვინ არის აქ? მეულუდია, მეულუდ ძალიან ისეთი რაღაც უცნაური პრობლემა აქვს რა. გაზი ეთიშება. და ვერ გაიგო ძალიან დიდი ხანია უკვე, რავი, დღეს მთელი დღე წვალობს და იმედია რომ ამ პრობლემას მოაგვარებს, თორე რავი, გატეხავს რა რომ ვერ გამოვიდეს, მაგრამ მოაგვარებს, ეს გამოცდილი კაცია, გამოცდილი ბოლილობასთან ერთად და ბევრ პრობლემებს არის შენახვედრი, ასე რომ არც თვითონ არ ნერვიულობ, ძალიან კაი ხასიათზეა. ჩალიჩობს, მაგრამ გამოუვა. ამიტომ რავი, ის იყო რა, რაღაცა მსუყე დღე იყო, კაი იყო რა, კარგად ვივარჯიშე 3 წელი საბურავი დავწვით, მაყოფილი ვარ. იქ ბოლოს იქ ჩადი, ჩემი სპოტერი მოვიდა და ტვინი გამებურღა. აი იქ რაღაცა ვერ შემოდიხარ და აი იქ ცოტა რომ ჩახვიდე და ჩავედი და აი ზედ სპოილერით აი პატარაზე ბეტონს აი ესე აუხახუნე და უცებ გამოვდივარ და ბაგაჟნიკი აღარ არის. საბარგული. გამოიწერეთ ჩემი არხი. საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავს ჩემ ვიდეოებს და მიხარია. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. რაც შეეხება ორი სიტყვით გეტყვით სანამ დაგემშვიდობებით 10 რიცხვამდე რომ რაც კინგზე მოხდა
ანუ ვისაუბრე ჟიურისთან, ვისაუბრე, ანუ ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია საუბარი, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. მე ვთვლი კიდევ ერთხელ, რომ ანუ მართლა მოგებული მქონდა და აი რო ვისაუბრე ჟიურისთან, იმაზე უფრო მეტად დავrწმუნდი, რომ მე მოვიგე. მაგრამ ნუ რას ვიზავთ ეხლა რა ხდება ხოლმე რა, უბრალოდ თავის გასასამართლებელი ის ქონდათ, რომ იქ ქვევით რო ჩავედი გადაწყობის დროს, რაც თქვი წინა ვიდეოში, არ უნდა მეხმარა მუხრუჭი და არ უნდა შემენელებინა, მაგრამ ამას არ შეუნელებია ჩეისერით, ნუ ძალიან ჩვეულებრივად გამოვყავდა რას თქვი რა, ეხლა აღარ მოგაბეზრებთ თავს. თან ეგ ვინც მითხრა, ეგ ძალიან მრავალ ხრიკებს დებს ხოლმე იმეებზე, რა ქვია, ტრეკზე შეჯიბრის დროს ხოლმე რა, ტრაექტორიაზე და აი თუ არა და ეხაც იქნებით მომსწრე 10 რიცხვში. აი ეს ბატონი ვიაბრუნე როგორ ხრიკებს დადებს გზა და გზა, ეს ხან სავარცხელი აქ, ხან რაღაცას აგდებს, ხან რა, შეიძლება ჭიკატი განმოგიგდოს და რა საბურავი დაგეშოს და რაღაცა ესეთები და გაუკვირდა ჩემი იქ დაბლა მუხრუჭის ხმარები. ასე რომ მადლობა 10 რიცხვამდე მეგობრებო, დიდი კვამლი გველოდება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აი ღამე მოგვიწევს სხვათა შორის სიარული, ჩემი აზრით გაიწერება დიდხანს და აი აქაურობა სულ რავია განათებული იქნება ცეცხლებით. მოკლედ 10 რიცხვში გელოდებით ყველას.